ყველას უხარია, რომ საშობაო პერიოდი დადგა, ეს არის ასეთი ნათელი პერიოდი, განახლებადი, პატიების, ყველაფერი ერთად და უბოლოწავ დამდეგ შობა ახალ წელს და საქართველოს მადლობა. საკვირველებას ახდენს მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწლიერი ღმერთი. მაცხოვრის შობა სიხარული არის მთელი კაცობრიობისა და ამავდროულად სასოება არის ამ პლანეტისა, რომელზედაც ჩვენ ცხოვრობ. ჩამოთვალა ისინი, როცა იესო მასწავლება იესო ამ დროს გვამხნევს და გვეუბნება, ნუ გეშინიათ. მცირედ მორწმუნეო, რატო შეეждდი? სანამ შეიტყვებული აქ მოდეტრებულში გულის ზღვაზე მიდიოდა. ქვეყანაზე და რომელიც გაყვება მარადისობაში. ამიტომ თქვა უფალმა იესო ქრისტემ. უფალი არის ის, სადაც წვენი გული მოუხმოვანებას. რომ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში შეიტანოს უფალო ღმერთო, სიკეთე უფალო. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, დებო, ძმებო, დეიდებო, აბუებო, ბებიებო. მართლაც გილოცავთ ამ წინვალე დღესასწაულს, შობის წინვალე დღესასწაულს. დღევანდელი დღე არის დასაწყისი, დასაბამი სასწაულისა, რომ არ ყოფილიყო ეს ძალიან კარგად იცით თქვენ შობა, ვერ იქნებოდა და არ იქნებოდა წინვალე ამდგომა, არ იქნებოდა კაცობრიობის ცოდვის გამოხსნა და აქედან გამომდინარე დღევანდელი დღე უკავშირდება ნამდვილად ყოველგვარ სიკეთეს. ყველა სიახლეს, ახალ ამოსულთქას, ახალ ნაპერწკალს, ახალ იმედს და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი წინ გვაქვს, ყველას ერთად. მიუხედავად პატარა მცირე განსხვავებებისა, ხომ ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ. უფლის წინაშე ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ კანონის წინაშე. შეუძლებელია თქვენთან ერთად იზეიმო აი ეს ლამაზი დღესასწაული და ეს შთაბეჭდილება არ გახდეს მთელი წლის განმავლობაში. ყოველგვარ სიკეთეს, განწყობილებას და წარმატებას ყველას ერთად. როცა ბევრად მეტი განსაცდელი იყო, დღესაც არის განსაცდელები, მაგრამ მე მახსოვს როგორი იყო ბატონი ოლეგის პასუხი ამ განსაცდელზე. ეს იყო მეტი სიმტკიცე, მეტი სიყვარული, ყველას თავისუფლების სიყვარული, საკუთარი სხვისი, ჩვენი საერთო წმენის და სიყვარულის საფუძველზე დგომა. მე ძალიან შურს თქვენი, ვინ თქვენ ხართ, იმიტომ რომ ხედავ რამხელა რწმენარი ახალგაზრდებში ვისაც კიდე აქ იმღარებენ და ჩვენ ყველას ვჭირდება თქვენაირი ადამიანები. ძალიან მიყვართ აქ ვისაც გიცნობთ და ვინც ეს სიტყვა დაგვახვედებს აქ ღმერთმა ჩვენ ქვეყანას ბევრი თქვენაირი ადამიანი მიწეს, იმიტომ რომ მარტო ადამიანი შეუძლია თავისუფლება დაიცვას, ვისაც რწმენა აქვს.
გილოცავ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. გულისა შედის სამშობლო რჩება. მინდა იხერხებო საქართველო. მინდა იხერხებო საქართველო. ჩვენ გვინდა მიულოცოთ ჩვენს კათოლიკე თანამოქალაქეებს, ვინც დღეს აღნიშნავს ქრისტიანული სამყაროს ამ ძალიან დიდ სასწაულს, ქრისტეშობას და ჩვენი აქ ყოფნა ეს არის ტრადიცია. მე ვფიქრობ, თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობა იმ ტოლერანტულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ საუკუნეებია. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მიულოცო, უსურვო ძალიან დიდი ბედნიერება, ღვთის წყალობა და სიყვარულით დიდხანს ცხოვრება დედამიწას. ვზეიმოთ დღევანდელ დღესასწაულს, ქრისტეშობის დღესასწაულს უამრავ თბილისელთან ერთად მოგესალმებით. დღეს ამარტო თბილისში ქვეყნის მასშტაბით ათასობით ქართველი ზეიმობს ქრისტეშობას. ეს არის ულამაზესი დღე, რომელიც ასოცირდება სიახლესთან, ასოცირდება ახალ ამოსულთასთან, ახალ ნაპრესკალთან და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, როგორც ასეთი ზოგადად. რომ არ ყოფილიყო შობა, არ იქნებოდა წყილვანი აღდგომა, არ იქნებოდა კაცობრიობის ცოდვის გამოხსნა და სწორედ ამიტომაცაა, რომ ეს დღესასწაული ყოველთვის უკავშირდება სიახლეს და განახლებას.